საქართველოს წინააღმდეგ აპირებთ ჩვენების მიცემას? ბატონო ზვიად. ბატონო თემუკა ჩამოგიყვანეს მე. კოლეგიალობა რომ რაღაცა ვიდეოები ცხოვრობ. მე რა გითხარით? ჩვენ გადი გააზიანოთ თქვენი გადი თქვენ ეს კანონი რუსული არ არის? არ არის, ნამდვილად არ არის. ერთი პარტნიორი დამისახელია, ბატონო, რომელიც ამბობს რომ ეს კანონი ვინ? ერთადაც ამბობს, ფერად ბოლებს იყენებენ აქციის გასაფორმებლად, აქციის მონაწილეები. რა ღირს ნაც ჟურნალისტების ისტორიები და რა პრივილეგიებით სარგებლობენ ის ეგრეთ წოდებული ჟურნალისტები, რომლებიც სინამდვილეში მიკროფონიანი აქტივისტები არიან. მაშინ, როცა ნაცები და მათი სატელიტი NGO-ები ქვეყნის არევას და ქვეყანაში სისხლიანი რევოლუციის მოხდენას ცდილობდნენ, საზოგადოება კარგად ხედავდა, როგორ განსაკუთრებულად აქტიურობდა ოპომედიის რამდენიმე წარმომადგენელი. განსაკუთრებით თორთისაცემი დებიქაჯაიების და მარიამ გაფრინდაშვილის მიერ დადგმული ისტერიული შოუები იყო. მაშინ, როცა პროფესიული მოვალეობა უნდა შეესრულებინათ, თითოეული მათგანი ზუსტად ისევე იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესში, როგორც ნებისმიერი რადიკალი აქტივისტი თუ პოლიტიკოსი. ის, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ჟურნალისტები გაცხადებულად მხარეს წარმოადგენენ, არავისთვის არის ახალი ამბავი. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მათგანი ერთად თუ ცალ-ცალკე მუდმივად გვიმტკიცებს, რომ დამოუკიდებელ თავისუფალ მედიას წარმოადგენენ, საზოგადოებამ კარგად იცის მათი პატრონებისა და დამფინანსებლების წარსულისა და აწმყოც. ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი ჟურნალისტების აქტიურობა აქციების პერიოდში სულაც არ იყო პატრიოტული სულის გამოძახილი და არც მით უმეტეს დამოუკიდებელი ქმედებები. მათ ტელეისტორიებს საკმაოდ სოლიდური ანაზღაურება აძლევს მოტივაციას. ვითარება ჩიტაძის ქუჩაზე არის ძალიან ძიმე, მოქალაქეებით განანწყლის ჭავლის პირისპირ. პიროტექნიკა არ არის სიცოცხლისთვის საშიში. არცა მოთხანებეთ თავი ნუაკავებთ, ძალიან გწყობთ. რამდენიმე კვირის წინ პოსტივისთვის ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენი თემურ ჭყონია ტევე პირველის რამდენიმე ჟურნალისტს სოლიდურ ხელფასს უხდის. ნანუკა ქაჯაია შეიძლება ვიშვილო. ნანუკა თუ უსმენ ეთერს ბატონი თემურის წინადადებას მოусმინე კარგად. მალევე გაირკვა, რომ ხელფასის გარდა ჭყონიამ ტევე პირველის თანამშრომლების ნაწილს ზვირადღირებული საგზურებით აჩუქა თავისივე სასტუმროში. ჩვენ ვცადეთ ჭყონიასთან დაკავშირება და ინფორმაციის გადამოწმება. ბიზნესმენმა მეორე დღეს თავად გადმოგვირეკა. ცხადია, შანსი ხელიდან არ გავუშვით და გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი ვთხოვეთ. მართლა აჩუქა თუ არა საგზურები და უხდის თუ არა სოლიდურ ხელფასს ტევე პირველის ჟურნალისტების ნაწილს. ჩვენი დარეჯილი ვნახე მე გუშინ გირეკავდით ბატონ თემურ, მაინტერესებდა გაფრინდაშვილსა ქაჯაიევს საგზურები რო აჩუქეთ. ჩვენა ხარ? დიახ, ნათია ვარ ბერიძე. ძალიან კაი. შენ მეგობრები არიან, რატო გავიქცეთ? არა, რასთან დაკავშირებით არ გამიყვერდა მარიამი და ნანუკა არიან თქვენ მეგობრები არიან. ხელფასსაც მაგიტო მეგობრულად უხდით 30000? მეგობრულად. მეგობრულად უხდით ხელფასებსაც. ჩვენ ჩვენთან დაამყარეთ მეგობრობას, თქვენ ესე პრივილეგიას. ანუ მე თუ თქვენთან ვიმეგობრებ 30000 გადამიხდით ხელფასს და საგზურსაც მაჩუქებთ. რადგან ინფორმაცია გადავამოწმეთ და წყაროც ნამდვილი აღმოჩნდა, ცხადია მაშინვე გავავრცელეთ ამბავი სოციალური ქსელის მეშვეობით. მალევე ნანუკა ქაჯაია აღელვებული გამოეხმაურა ჩვენს გავრცელებულ ინფორმაციას. პოსტიდანაც და მისი ქმედებებიდანაც ნათლად ჩანდა, რომ ნანუკა ქაჯაია ძალიან გააბრაზა ჩვენი მხრიდან სიმართლის საჯაროდ გამოტანა. სოციალურ ქსელში ნანუკა ქაჯაია ცდილობდა ოპოზიციური Facebook ბაბლი დაერწმუნებინა, რომ პოსტივი სიცრუე გაავრცელა და რომ ჭყონიასთან მსგავსი ინტერვიუ ბუნებაში ვერ იარსებებდა. უფრო მეტიც, ქაჯაიამ საკუთარ Facebook მეგობრები დაამშვიდა და დაწერა, რომ ის ორშაბათს პოსტივის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავდა. ბოლო რამდენიმე დღეა ამ მედიად წოდებულმა პროპაგანდისტებმა გააქტიურეს საკუთარი ბინძური მეთოდები ჩვენს წინააღმდეგ. ამაში ცხადია არაფერია გასაკვირი და არც კი შევიმჩნევდი, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ეს არის ტყუილი. აქვე მინდა მოკლედ ვთქვა, არასდროს არც ერთ სამსახურში ჩემი კეთილი შრომის ანაზღაურების გარდა სხვა თანხა არ ამიღია. უჩივლეთ. თვითონ ხომ ყველაფერზე ჩივიან. ყველაფერზე უჩივიან ოპოარხებს და თქვენ რატომ არ აკეთებთ იგივეს? ან რადიკალს როცა გეძახიან ან ცრუ ბრალდებებისთვის. ორშაბათს შეგვაქვს სარჩელი. გაურკვევლობაში მყოფი მისი მეგობრებიც ინფორმაციის ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებდნენ. ჭყონიას ეს ინტერვიუ საიდან მოიტანეს?
ვერ იარსებებს ბუნებაში მსგავსი ინტერვიუ მერაბ 10 თეთრი არ ამიღია ბატონი თემურისგან არასდროს. ამიტომ ჩვენ მეორე დღეს უტყუარი მტკიცებულება, ანუ თემურ ჭყონიასთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოვაქორნეთ. ხმაური მაშინვე მიწყნარდა. ქაჯაიამ თემის განვრცობა აღარ მოინდომა. რაც შეეხება ოპოზიციურ Facebook Bubbles ჩვენს მიერ ჭყონიასთან სატელეფონო საუბრის გამოქვეყნების შემდეგ მხოლოდ ის გამოახერხეს ნანუკა ქაჯაია დაამშვიდეს სიყვარულის გამომხატველი ემოჯებით. ის რომ ბიზნესმენი ჭყონია ქველმოქმედებასთან არ მეგობრობს, ეს ქართულ საზოგადოებაში საყოველთაოდ ცნობილი ამბავია. ამის მაგალითად მარტო ის ფაქტიც კი კმარა, როდესაც რადიკალური ოპოზიციის ორგანიზებული აქციების დროს, რომელსაც ჭყონია ღიად მხარს უჭერდა პროტესტის მონაწილეებს, McDonald's-ის აქცია შესთავაზა. შესაბამისად, ცხადია, რომ ჭყონიას მიერ ტელევიზიული ჟურნალისტების ნაწილის დაფინანსება მეგობრობის მიზეზით ისევე აბსურდულია, როგორიც ამ ჟურნალისტების ობიექტურობა. ამიტომ ვცადეთ გაგვერკვია თუ რატომ აფინანსებს ჭყონია კონკრეტულ ჟურნალისტებს და რა დგას ამ დაფინანსების უკან. ჩვენ ტელევიზიულის მთავარ ფეიქ-მეიქერს დავუკავშირდით იმის საკითხავად, იცოდა თუ არა, რომ მის თანამშრომლებს თემურ ჭყონია ყოველ თვეს სოლიდურ თანხას უხდის. მელაძემ ჩვეული ისტორიით ჩანაწერის გაყალბებაში დაგვდო ბრალი. თუმცა, როცა ჩანაწერის ნამდვილობის დასამტკიცებლად ექსპერტიზის ჩატარება შევთავაზეთ, გაჩვენდა. მცირე პაუზის შემდეგ კი რაც გინდათ გიქნიათო მოგვაძახა და გაგვეთიშა. პოზიტივიდან გირეკავთ, მაინტერესებს იცოდით თუ არა თქვენს თანამშრომლებს ჭყონია რა ხელფასს უხდის და ეს რაღაცა დამკვიდრებული პრაქტიკა გაქვთ თუ თქვენც უხდით ხელფასს და ისინი დამატებით იღებენ ჭყონიასგან? ეს არის თაღლითობა, რომელიც გამოიგონა თქვენმა ტელევიზიამ. ეს არის თაღლითობა, რომელიც გამოიგონა თქვენმა ტელევიზიამ. ხელფასს რომ იღებენ? უილი თაღლითობა, რომელიც გამოიგონა თქვენმა ტელევიზიამ. ანუ თაღლითების ტელევიზია. თქვენი ტელევიზია არის თაღლითი, თქვენმა ტელევიზიამ მოიტყვა და გააყალბა თემურ ჭყონიას სატელეფონო საუბრის ჩანაწერი. კი, გაყალბებულია და თქვენ გააყალბეთ. გინდა ექსპერტიზა განიშნეთ, რაც გინდათ ის გააკეთეთ, იმიტომ რომ თქვენ ბრძანდებით გამყალბებლები. ორშაბათიც დადგა, სამშაბათიც, ოთხშაბათიც და ის კი არა აგერ მეორე კვირა დღეც მოვიდა. თუმცა 10 საათში ვარი ჩანს სადმე და აღარც ნანუკა ქაჯაია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ნამდვილია. შესაბამისად, მითები იმასთან დაკავშირებით, რომ ოპომედია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია, ისეთივე ტყუილია, როგორც ნუდარ მელაძის ამბები, რომელსაც მისი ეგრეთ წოდებული ჟურნალისტები გვიყვებიან ხოლმე.